ვაგრძელებთ ჩვენს 3D გაკვეთილებს და გადავიდეთ ცოტა უფრო რთულ რაღაცაზე. შემდეგი 3D ფიგურა დაახლოებით იქნება, მოდი გავაკეთოთ სათამაშო ძაღლი. ვაჭერ box და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. დავხატოთ უბრალოდ 5. ამ 5-ს მოვუმატოთ ხაზები, ამისათვის გამოვიყენოთ აი ეს ბრძანებები და დაახლოებით გავაკეთოთ 3 ხაზი. დაახლოებით ესე გამოიყურებოდეს როგორც ნახატზეა. აი როგორც ხედავთ. აი ესე გამოიყურებოდა. შემდეგ შევდივარ მოდიფიკაცია და აქ ვირჩევ ეგეთ რაღაც edit mesh. შემდეგ ისე ვაწუნიშნავთ box და ვაკეთებ შემდეგ ბრძანებას. ხსნი ამას და გადავდივარ პოლიგონზე. აი კონტროლის საშუალებით ახლა ეს 3 რომ მონიშნო კონტროლს ვიყენებ. და გავადიდე ესეთ ერთი კიდევ გჭირდება. და ნუ ამის საშუალებით მოვუმატოთ აქ უბრალოდ სკუბიკები. ასე ვაჭერ კონტროლს და მოვნიშნე ორივე მხარე. ეს იქნება თათების ადგილია, ესეც მოვნიშნე და ერთ ნახევარ კუბიკზე სადღაც ეგრე გამოვიდეთ. ასევე წინაც. იგივე გავაკეთოთ წინა მხარესაც. უკან გავუკეთოთ პატარა კუდი. ესეთი. ცოტა დახრა მივცეთ იმის საშუალებით. და ასევე თავი. მოვიშნავ 3 იმას და 3 კვადრატს და გამოვდივარ წინ. ოღონდ ხო აუცილებლად უნდა მივცე კესრისთან დახრა, რომ ფორმა მიიღოს. ნუ დახრა შესაბამისად ბევრი საშუალებით იქიდან ხდება. თავი გამოვიდეთ ასე სადღაც 2 კვადრატზე საკმარისი იქნება. ახლა ეს შუბლის და თვალების ადგილი სავარაუდოდ ესე ავწიოთ სევით. მოვიდეთ. და მივიღებთ დაახლოებით ეგეთი ფორმის ფიგურას. წინას 3-ს ისე ვნიშნავ და ისე ვაგრძელებ ერთი თავით. და აქ პატარა ცხვირი მივმაგროთ. ცხვირზეც ავტომატურად გაკეთდება რაც იგივე რაც კუდზე გაკეთდა. ფორმა ეგეთი. ახლა გვჭირდება ყურები. მოვნიშნოთ იქიდან აქედან ორივე ნაწილი და ვაკეთებ ასევე დაგრძელებას ყურებისას. ყურებიც დავაგრძელოთ. მეგონი საკმარისი. მაინც ჩვენი ფიგურა. შემდეგ შევდივართ ვერტექსში და აქედან ვერტექსში ნახდება როგორც უკვე იცით აების შესწორება. ან თუ რამე პრობლემა აქედან ხდება მაგათი გასწორება. ამ შემთხვევაში მოდი ცოტა ფორმა მივცეთ. ეს ჩამოვწიოთ ქვევით. ცოტა როგორ მოზრდილი ეფექტი შევქმნათ, ანუ ასევე კუდი მომგვალოთ და საერთოდ გავაკეთოთ მომგვალებები. ეხლა ძირითადად რომ ეს ყველაფერი ნახატი და ისინი იყოს მგვალი, ანუ კვადრატული ფორმის არ იყოს. ფეხებსაც თავისი სილამაზე მივცეთ. ცოტა ესეთი სათამაშო ძაღლის კვალობაზე რომ რაღაც უფრო საყვარლად და რაღაც ეგეთი იყოს. ეს ცხვირი შევასწოროთ. ასევე ყურებისეც დაგჭირდება შესწორება, ხო ყურები ცოტა დონაქვევით ჩამოვწიოთ, რომ ძალიან გაშლილი არ იყოს. ესე ვნიშნავ და გადაიქცევ მეორე მხარესაც გადავდივართ. ანუ ორივე წერტილების მონიშნვის შემთხვევაში კონტროლით ვაკეთებ ამას. ანუ კონტროლით ხდება ისე რომ მონიშნავ კონტროლს ვაჭერ და ისე მონიშნავ აი ამას. რათა ორივე ნაწილი იქნას მონიშნული. აი ყურებს დახრა მივეცით. ნუ რაღაც სიმბოლოები მე მგონი დავიცავით. კიდევ პატარა შესწორებები მაინც შევხედოთ ყოველი მხრიდან რომ რაიმე არ გამოგვეპაროს. ასევე აქ აუცილებელი არის ეს თათები და ყურები რომ ერთ ზომაზე იყოს ეს გასწორდეს. ანუ კიდე ახლა შევიდეთ. უკეთ გამოჩეს და არ გადავიდე ყურზე.
და ამასაც გარკვეული დახრა მივცეთ, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. იგივე ქმედება ყუთზე, რომელიც ტანის უკანა ნაწილი, იმიტომ რომ წელის ჩაზნექილი უნდა იყოს და ტანის უკანა ნაწილი შედარებით უფრო წინ წამოწეული, ამიტომაც აქედან ვასწორებთ ამებს. მე მგონი საკმარისია, ამიტომაც ვერტექსი გამოვთოთ. მთლიანი ეკრანზე დაახლოებით ეგეთი იქნება. ახლა ვაკეთებ ამის კოპის. ოღონდ გადამაქ აი ამ ბრძანებით. ანუ კოპირებისას ვნიშნავ ბრძანებას. და კოპირებას ვაკეთებ შრიფტზე დაჭერით, შრიფტს ვაჭერ და შემდეგ ჩვეულებრივად მაუსით გადმომაქ. და როგორც ხედავთ, რაც ავირჩიე ბრძანებედიც მისში და მან მიიღო კვალი ფორმა. ანუ კვადრატება მიიღო მომგვალებული სახე. ოღონდ ამების რედაქტირება ახლა ხდება საერთოდ წინა კვადრატიდან, ანუ ეს ყველაფერი ექტორ დახაზულია. მე წინა კვადრატზე როდესაც ვაკეთებ ცვლილებას, ავტომატურად ეს კვადრატიც იცვლება. ანუ ეს გაკეთებული ისე არის, რომ ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან. აი როგორც ახლა ხედავთ, მე ვასწორებ სხვაგან და ვიზუალურად მას ვხედავ მეორე ნახატზე. დაახლოებით ეგეთი რაღაცები აქვს, ცოტა შესწორებები გავაკეთოთ, როგორც უფრო კარგად გამოვა. და იგივე ახლა მე ფეხებს და იმას უგანათათებს როგორც არის, ხედავთ ამების გასწორებაც ნელა ვაკეთებ ისე, როგორც მე მოწონს. ანუ ეს ერთადად უკვე თქვენზეა დამოკიდებული ამას როგორ შეასწორებთ. უბრალოდ აქედან ხედავთ თუ როგორ ხდება ეს. თორე ამას თქვენ როგორც დაინახავთ, ისე შეგიძლიათ გაასწოროთ. მეტი სილამაზისთვის ესეც შევასწორე. ეხლა დაახლოებით ჩვენ ახლა აი კვადრატი და მივიღეთ ორიგინალი ზომა იქნება ეგეთი, მოდი ფერი შევუცვალოთ როგორ. აი დაახლოებით ეგეთი გამოდის. ეხლა ძაღლის ფორმა კი აქვს, მაგრამ მეგონი თვალები მაინც საჭიროა. მოდი ჩავუსვათ თვალები. მოვნიშნავ ბრძანებას და ნებისმიერ ადგილას თქვენ დასვავთ და მე გადაადგილების საშუალებით შეგიძლია მისი გაკეთება. იგივე საქფერის შევუცვალოთ, მოდი შავი ფერი გავუკეთოთ და კოპიის ვაკეთებ, ოღონდ ვირჩევდებ ბრძანებაში ვისვე. არა რეფერენსი, არამედ მისი ზევიდებარი ბრძანება. так, ცოტა ფორმა შევუსვათ. აი ესენი ახლა იგივე თვალები ანალოგიურად ერთმანეთთან არიან კავშირში. ანუ ერთი თვალის რედაქტირების შემთხვევაში ავტომატურად მეორეც ანუ თუ ერთს გაუცლის ზომას, ავტომატურად მეორეც გაიზრდება ზომაში. ნუ დაახლოებით ახლა ეს ეგეთი გამოდის და ფერის მეგონი დაჭენილია. სათამაშოდ თუ სათამაშოდ ძაღლი გამოვიდა ეგეთი ფორმის. სულ ეს იყო.